Მაფსანძე მოატყულა, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ ყველა გაქცეულს დაუკავშირდა და უთხრა, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აბსოლუტურად ყველა ძებნილის დაკავშირებით ყველა ბრალდება მოხსნა. სწორედ ამის შემდეგ მათ გადაწყვიტეს, რომ მაინც გადაემოწმებინათ ეს ინფორმაცია ძებნელთა სიაში, თუმცა საკუთარი თავი მონაცემებში ისევ აღმოაჩინეს, ისინი დაჭერა სახელმწიფო საზღვარზე ბეწვზე გადაურჩნენ. 1992 წლის 15 იანვარს ვიადგამსახურდიას 4 მომხრე ზუგდიდში უშიშროების სამმართველოში შეიჭრა. თანამშრომლებს იარაღი წაართვა და გაიქცა. მაშინ სამართალდამცველებმა მხოლოდ 2 დამნაშავის ვინაობა დაადგინეს, თუმცა ვერავინ დააკავეს. მოგვიანებით ამ საქმის ყველა მონაწილე ჯაბა იოსელიანისა და თენგიზ კიდოვანის ბრძანებით შეიწყალეს. 15 წლის შემდეგ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ზაზა გაბედავამ აღმოაჩინა, რომ ამინისტია მხოლოდ მას არ შეეხოდა, ისევ იძებნება. ბატონი გურამი იყო აფსანძე ჩამოსული, მე შევხვდი თვითონ და მითხრა, რომ ყველას უკვე ძებნა მოგიხსნეს, ამინისტია მოგიხსნეს, მე არაფერს აზე არ ვიყავი. ჩემ დასწროვე მივიდა ზუგდიდის მილიციაში და ეს იყო, რომ იქ ფორმა ნომერი 9 მე მგონი ხო, რომ ესე იგი რომ ითხოვა, იქ მიწერილი იყო უკან, რომ ესე იგი იძებნება. გაბედავა ახლა მოსკოვში ცხოვრობს და პროკურატურას იქიდან უჩივის. მან უკვე გამოითხოვა საქმის მასალები, სადაც აღმოაჩინა, რომ თურმე ზუგდიდის ქუჩებში თვითნაკეტი ჯავშან ტრანსპორტიორით მოძრაობდა. საჩივარი პროკურატურასთან ერთად უკვე მიიღო სახალხო დამცველის ოფისმა, რომელიც საგამოძიებო უწყებას პრეტენზიებს უყენებს. სოზერ სუბარის აპარატში აცხადებენ, რომ არც გაბედავას და არც მისი ოჯახის წევრებს არც ერთი შეტყობინება არ მიუღიათ მოსალოდნელ ამინისტიასთან დაკავშირებით. ბატონი ზაზა გაბედავა ამ პერიოდში როგორც თავად აცხადებს, ჯერ კიდევ საქართველოში იმყოფებოდა, თუმცა მისთვის არავის არ უცნობებია იმ შესახებ, რომ ის დანაშაულის ჩადენაში იყო ეჭვმიტანილი ან ბრალდებული. ამ საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაასაბუთებდა, რომ ზაზა გაბედავას აცნობეს მის მიმართ სასამართლებლური დევნის წარმოების შესახებ. ანუ არ არსებობს უწყება, რომელთაც თქვა გამომძებელი დაიბარებდა, ან თქვა არ არსებობს სატელეფონო შეტყობინება, რომელზეც ოქმი უნდა იყოს შედგენილი და ოქმი არ დევს სისხლს სამართლის საქმეში. საქმეები, რომელიც 1992 წელს აღიძრა და ვიადგამსახურდიას მომხრეებს ეხება, ხშირ შემთხვევაში არასრულყოფილია. სწორედ ამის გამო პარლამენტი პროკურატურას თხოვნით მიმართავს ყველა მსგავსი დოკუმენტი გადაიხედოს. პროკურატურამ უარი თქვა ამ საქმეების ავტომატურ რეჟიმში დახურვაზე და როგორც ჩანს დღევანდელ საქართველოში კვლავ სადავო არის საკითხის ვიადგამსახურდიას მთავრობის წევრობა, ეს იყო პოლიტიკური ფუნქციის განხორციელება თუ ეს იყო დანაშაული. ამის გადახედვას არაფერი არ უდგას წინ და რეალურად ხა ეს დიდ პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს, რომ ეს ასე ვთქვათ გადაისინჯოს ხელახლა და ამის რევიზირება მოხდეს საერთოდ. ზაზა გაბედავას ოჯახის არჩელის შეტანას პროკურატურის წინააღმდეგ ევროსასამართლოში გეგმავს, რადგანაც ეჭვი აქვთ, რომ შეწყალებულთა სიაში ვიადგამსახურდიას მომხრეების დიდი ნაწილი კონკრეტული პირების ანტიპატიის გამო ვერ მოხდა. მე მგონია, რომ ეს სპეცზაკაზით არის